ზუსტად საათ ნახევარი გაგრძელდა საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში, რომელსაც თქვენ ადევნებდით თვალყურს ჩვენს პირდაპირ ეთერში. მიხეილ სააკაშვილმა მოხსენებმა გასული წლების შეჯამები დაიწყო და ისაუბრა სირთულეებზე, მათ შორის კი პრეზიდენტმა გამოყო რუსული ინტერვენცია, ეკონომიკური კრიზისი და შიდა პოლიტიკური დაძაბულობა. პრეზიდენტმა 2009 წელს უწოდა გამოცდები ურთულესი გამოცდის წელი და აღნიშნა, რომ 2010 წელი იქნება დაპირებებისა და გაჯანსაღების ასრულების პერიოდი. სააკაშვილმა აქცენტები გააკეთა ეკონომიკურ პროგრესზე, ინვესტიციების ზრდაზე, შიდა პოლიტიკურ ვითარებასა და სამართლებრივ და საარჩევნო პროცესებზე. ეხლა კი ცოტა ხანში პარლამენტში პოლიტიკური დებატები დაიწყება, თუმცა მანამდე ვნახოთ, როგორი რეაქციები მოხდა პრეზიდენტის გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენი ჟურნალისტები მუშაობენ პარლამენტში და ისინი თავის სტუმრებთან ერთად ჩაგვერთვებიან ეთერში. ამჯერად კი ლიკა ბერაიას უბრუნდებით, რომელიც პარლამენტში იმყოფება. ლიკა, როგორი რეაქცია მოხდა პრეზიდენტის გამოსვლას და რა ვითარება ამ დროისათვის? დიახ, პრეზიდენტის გამოსვლას მოჰყვა ტაში საქართველოს პარლამენტში და ეს გამოსვლა გაგრძელდა საათ ნახევარს. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას დეპუტატებთან ერთად დღესხდომათა დარბაზში ისმენდნენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობა სრული შემადგენლობით და მოწვეული სტუმრები. მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა როგორც შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე საგარეო ურთიერთობებზე, თუმცა პირველი, რითაც მიხეილ სააკაშვილმა თავისი გამოსვლა დღეს დაიწყო, ეს არის მადლობა უკლებლივ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც გააჩნია პასუხისმგებლობის გრძნობა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად დარბაზი ფეხზე ადგომით და ტაშით შეხვდა ჯარისკაცებს, პოლიციელებს, ენერგეტიკოსებს, უმუშევრებს, მასწავლებლებს და პირდაპირ ხალხს, რომელთა თავდადებამ დაიცვა საქართველოს რუსული ინტერვენციის დროს. ასევე ამ გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილი დღეს მადლობას უხდის ყველა პოლიტიკური პარტიის და პოლიტიკური მიმდინარეობის წარმომადგენელს, ხელისუფლებას და ოპოზიციას და მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოების ერთიანობამ შეძლო ქვეყნის დაცვა ინტერვენციისაგან. 2009 წელი იყო ჩვენი სახელმწიფოების და საზოგადოებისთვის ურთულესი გამოცდის წელი. ჩვენს წინაშე მთელი სიმწვავით დაისვა უმძიმეს კითხვები. შევძლებთ თუ არა ეკონომიკურ კოლაფსის თავიდან აცილებას? მოახერხებთ თუ არა სოციალური დაცვის სისტემის გადარჩენას? უზრუნველყოფით თუ არა ხელფასების და პენსიების დროულად გაცემას? შევძლებთ თუ არა საზოგადოების წესრიგის შენარჩუნებას, ქაოსის და განუკითხაობის თავიდან აცილებას? შევინარჩუნებდით თუ ვერა ქვეყნის სუვერენიტეტს და გადავარჩენდით თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრიობას? ჩვენმა საზოგადოებამ ყველა ამ კითხვას ისეთი პასუხი გასცა, როგორც შეშვენით ღირსეულ პატრიოტ და მტკიცე ერს. ჩვენი სახელმწიფო სისტემა აღმოჩნდა საკმარისად მობილიზებული იმისთვის, რომ გაედგო ამ გამოწვევისთვის. ამიტომ ნება მომეცით ამ ტრიბუნიდან პირდაპირ ხალხს მიმართო. ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო, მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ასეთი განსაცდელის დროს ედბაშად გამოუვინეთ ყველა ეროვნული ღირსება, რაც ჩვენი ისტორიის ათასწლეულების ქალტეხილებმა გამოაჩნდა. მიმართავ თითოეულ ჩვენ თანამოქალაქეს და მთლიანობას ჩვენ საზოგადოებას. თქვენი და არავის სხვისი დამსახურება, რომ საქართველოს შეძლო წინააღმდეგობის გაწევა 2008-ში ძალიან ცოტა ხალხს შეუძლია ისეთი ჯაჭვის გაკეთება, როგორც გააკეთეს ქართველებმა. ეს ბალტიის ქვეყნებმა შექმნეს 80-იან წლებში. მართალი გითხრათ, მეც არ მეგონა თუ ეს შესაძლებელი იყო. არ მეგონა რომ შესაძლებელი იყო ასეთი ერთწლოვანი გამოხატულება საზოგადოების ერთიანობის, როდესაც დაბომბვის საფრთხის ქვეშ, ამ შენობის წინ და დაბომბვის საფრთხე არა ჭორების დონეზე, არამედ გაცხადებული მაღალი ტრიბუნებიდან, ტელეეკრანებიდან. ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე შეიკრიფა და თქვა, ჩვენ დგავართ, ჩვენ ერთიანები ვართ, ჩვენ არასდროს არ დავნებდებით და ჩვენ თქვენი არ გვეშინია. თქვენი დამსახურება, რომ საქართველოს გაუძლო 2009 წელს. თქვენი დამსახურება იქნება ის, რომ საქართველოს აუცილებლად გაჯანსაღდება და უკვე ჯანსაღდება 2010 წელს. გიხდით დიდ მადლობას, რადგან თქვენმა თავდადებამ და გამბედაობამ დაიცვა ჩვენი ქვეყანა ყველაზე რთულ დროს. გიხდით დიდ მადლობას, რადგან თქვენმა შრომამ, გონიერებამ და მონდომებამ გახადა შესაძლებელი სოფლიო კრიზისის გაძლება. და რაც თავარია, გიხდით დიდ მადლობას, რადგან თქვენმა საზრიანობამ, ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვის ძლიერმა ინსტინქტმა და დიდ სულოვნებამ შესაძლებელი გახადა ის, რომ გასულ გაზაფხულზე წინააღმდეგობით და დაპირისპირებით დამუხტული პოლიტიკური ვითარება არ გადაიზარდა ძალადობაში. და ეს მადლობა ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ყველა პატრიოტული პარტიის, ყველა პოლიტიკური მიმდინარეობის წარმომადგენელს. იქნება ეს ხელისუფლების თუ ოპოზიციის მომხრე. ბატონო პარლამენტის წევრებო, ბატონებო და ქალბატონებო, მე ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მეტი ქალბატონები იყო, რომ უმრავლესობა იყოს. ამასაც დრო მოიტანს. ჩვენ ხალხს, მე მინდა ყველამ ერთად, ყველანი ერთად, ფეხზე აღდგომით მივესალმოთ ჩვენ ხალხს. თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომლებიც ერთიანობაში ქმნიან ჩვენ გაუტეხელებს და უმაგრებენ ფუნდამენტს საქართველოს სახელმწიფოებრიობას.